ჩაგვანაცვლებს თუ არა ხელოვნური ინტელექტი? აუცილებლად ჩაგვანაცვლებს, მაგრამ ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, რომ ადამიანები, რომლებიც მას გამოიყენებენ და ადაპტირდებიან, გამდიდრდნენ. მე ვარ ელენე, ეს არის ჩემი არხი Reverse Monday, არ დაგავიწყდეს არხის გამოწერა და დღეს ვისაუბრებთ ხელოვნურ ინტელექტზე, მომავლის პროფესიებზე და როგორ შეიძლება ის გამოვიყენოთ ჩვენთვის სასარგებლოდ. ჩვენს ცხოვრებაში ძალიან რეალურია დღეს, რომ ხვალ სამსახურში გვითხრან, აღარ მუშაობ, იმიტომ არა რომ დააგვიანე, იმიტომ არა რომ მაღალი ხელფასი მოითხოვე, უბრალოდ დავნერგეთ პროგრამა, რომელიც არ იღლება შვებულებას, არ ითხოვს თვეში $25 გვიჯდება, არის უშეცდომო, არა აქვს ცვალებადი ხასიათი, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ მასიური რესტრუქტურიზაციები კომპანიის მოხდება არა ეკონომიკური პრობლემების ან რაიმე, ესე ვთქვათ, სხვა ცვლილებების გამო, არამედ იმიტომ, რომ ტექნოლოგიები მიცემენ საშუალებას კომპანიებს ადამიანები, რომლებიც რუტინულ საქმეს აკეთებენ, ჩანაცვლდნენ სწრაფად, ეფექტურად და იაფად, მაგრამ ჩემი აზრით ჩვენ ამის არ უნდა შეგვეშინდეს, პირიქით ვფიქრობ, რომ ეს არის რაღაც ძალიან დიდი საჩუქარი ადამიანებისთვის, თუ სწორად გამოვიყენებთ, შეგვიძლია რომ ვიცხოვროთ ღირსეულად, გქონდეს ყველაფერი, რაც გვინდა, ვიყოთ ჯანმრთელები და კრეატიულები და მე ნამდვილად განვეკუთვნები იმ ადამიანების რიცხვს, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიას ზოგადად აღიქვამენ როგორც დადებით მოვლენას, ნაკლებად ეშინიათ მისი, ხედავენ რისკებს, მაგრამ ვფიქრობ, რომ დროსთან ერთად ადამიანები შეძლებენ ამ რისკების დაბალანსებასაც. მაგრამ ამის შეფასება დღეს არის ძალიან რთული, იმიტომ რომ ხელოვნურ ინტელექტს ჯერ ისეთი განვითარება და გამოყენება არ ქონია, მაგალითად, როგორც ქონდა ელექტროენერგიას, მანქანების გამოგონებას, თუნდაც ბორბლის გამოგონებას, ველოსიპედის გამოგონებას, ინტერნეტის გამოგონებას, რობოტის გამოგონებას, ანუ ბევრი გამოგონებები ახსოვს კაცობრიობას, ისეთი, რომელმაც გამოიწვია მასიური ტრანსფორმაცია, მაგრამ ხელოვნური ინტელექტი განსხვავდება იმით, რომ ყველა სხვა, ესე ვთქვათ, ინდუსტრიული რევოლუცია თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ეს ცვლილებები ძირითადად ეხებოდა ისეთ პროფესიებს და ადამიანებს, რომლებიც ფიზიკურად შრომობდნენ, მაგალითად, ხელოსნებს, მანქანის ამწყობებს, ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ ისტორიაში პირველად ხდება ისეთი ტექნოლოგიური, ესე ვთქვათ, გამოგონება და ცვლილების შემოტანა, რომელიც ეგრეთ წოდებულ უსაფრთხო პროფესიებს, უსაფრთხო მიმართულებებს ურტყამს, რასაც ეძახიან თეთრსაყელოიან სამსახურებს, ანუ ოფისის სამსახურებს და აქამდე რო იყო პოპულარული, თუნდაც საქართველოში მოდი ყველა გავხდეთ ექიმი, ბუღალტერი, იურისტი, ფინანსისტი, ზუსტად ამ, ესე ვთქვათ, პროფესიების ჩანაცვლებას მოიაზრებს ხელოვნური ინტელექტი და მხოლოდ მესამე ეტაპი იქნება მისთვის, როდესაც რობოტები ისე განვითარდებიან, რომ ჩაანაცვლებენ მზარეულს, ხელოსანს, მძღოლს და პროფესიებს, რომელიც მოითხოვს ადამიანის ფიზიკურ შრომას. აქედან გამომდინარე, ის, ვინც, ესე ვთქვათ, ინტელექტუალურ საქმიანობაში ვართ, ძიებაში ვართ კიდევ ერთი მაგისტრატურის, დოქტორანტურის და ახალი სამსახურის, ზუსტად ჩვენ შეგვეხება ყველაზე მეტად, მაგრამ ხელოვნური ინტელექტი ყველა ადამიანს, ვინც მას გამოიყენებს, აძლევს თანაბარ შესაძლებლობას, რომ ამ ადამიანმა თავისი იდეა განახორციელოს და იცხოვროს კარგად. დღევანდელი ვიდეო დავყავი 6 ნაწილად. პირველ ნაწილში ვისაუბრებთ სიმართლეს ხელოვნურ ინტელექტზე. ხანდახან შეიძლება ხელოვნური ინტელექტი AI-ით მოვიხსენიო, ინგლისური აბრევიატურა Artificial Intelligence-ის.
ნაწილი მეორე იქნება რა პროფესიებს ჩაანაცვლებს AI, მესამე ნაწილი აქაც შემოვიტანე მდიდარი versus ღარიბი აზროვნება ოღონდ ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და ვისაც არ გინახავთ მდიდარი ღარიბი ადამიანის განსხვავება აზროვნების ნაწილში ჩემი ვიდეო შეგიძლიათ რომ ნახოთ. მეოთხე ნაწილი არის მომავლის მაღალშემოსავლიანი მიმართულებები, ანუ ინდუსტრიები, პროფესიებად არ დავყავი, უფრო ესე ვთქვათ, ფართო განმარტებები შემოვიტანე. მეხუთე ნაწილი არის როგორ გავხდეთ AI-ის დახმარებით უფრო მდიდრები, ან ზოგადად მდიდრები, ან მივახციოთ ჩვენს მიზნებს, სიმდიდრე რომ მოერშოროთ, წარმატება, ჯანმრთელობა, ასე შემდეგ და ასე შემდეგ და მეექვსე ნაწილი არის ძალიან მოკლედ მე რაში ვიყენებ AI-ს და როგორ მეხმარება ის. პირველი ნაწილი რაც არის სიმართლე ხელოვნურ ინტელექტზე, AI არ არის კიდევ ერთი ახალი პროგრამა, ან კიდევ ერთი ახალი ტექნოლოგია. ის არ გავს ინტერნეტსაც, რომელიც ემსახურებოდა ფიზიკური ბიზნესების გაონლაინებას, ეს უკვე მოხდა, არამედ ხელოვნური ინტელექტი, მიუხედავად იმისა, მისი შემქმნელების განზრახვა იყო ეს თუ არ იყო, დღეს ყველაზე მასშტაბურად გამოიყენება ინტელექტუალური შრომის ჩანაცვლებაში. ინტელექტუალური შრომის, რომელიც არის რუტინული, გამეორებადი, ნაკლებად მოითხოვს ადამიანის ემოციურ ინტელექტს, კრეატიულობას, რამდენიმე უნარის და სფეროს ცოდნის გაერთიანებას. ანუ ესე ვთქვათ, თითქოს ადამიანი, რომელიც არ გააქტიურებს თავის კრეატივს და ამ თავისი, ესე ვთქვათ, ნიჭიერებით არ განასხვავებს თავს და არ იქნება ინდივიდუალური, ის ჩანაცვლდება და ეხლა როგორ მიდის? მაგალითად, კომპანიას თუ ჭირდებოდა 12 ბუღალტერი, ეხლა ჭირდება 1 ბუღალტერი და ფასიანი ხელოვნური ინტელექტის აგენტი, რომელიც 200, 300, 400 შეიძლება ღირდეს თვეში, მაგრამ 10-12 ადამიანის საქმეს აკეთებს. ანუ ამ ეტაპზე ხელოვნური ინტელექტის გამოყენება არის ესეთი, ადამიანების ჯგუფი მცირდება, რჩება 1 ან 2 ადამიანი და ამ ადამიანების, რომლებიც არიან ექსპერტები, კომბინაცია ხდება ხელოვნურ ინტელექტთან, ხელოვნური ინტელექტი კიდევ უფრო იხვეწება, სწავლობს და საბოლოო ჯამში ეს ადამიანები თუ არ გადაინაცვლებენ უფრო ზედა საფეხურზე, ეს დეპარტამენტი ჩანაცვლდება მთლიანად ხელოვნური ინტელექტით. საქართველოში ჯერ ეს არ ხდება ესეთი ტემპებით და მე ეჭვმეფარება რომ მალე მოხდეს და ვიტყვი ჩემი აზრით რატომ და მალეში ვგულისხმობ რომ უახლოეს 5 წელში ვერ ვხედავ ამას, ორ დიდ დაბრკოლებას ვხედავ. პირველი არის ის რომ ხელოვნური ინტელექტისთვის ყველაზე კომფორტული, ყველაზე დღევანდელი მდგომარეობით ნასწავლი ენა არის ინგლისური, ისეთი ენები როგორიც არის ქართული, სომხური, ანუ პატარ-პატარა ენები, უბრალოდ ისეთი ენები, რომლებზეც ცოტა ადამიანი საუბრობს და ასევე ცოტა ინფორმაცია არის ნათარგმნი, შედარებით უჭირს განსაკუთრებით პროფესიული, მაგალითად, ბიზნეს კომუნიკაცია, ან ბუღალტერია, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, პირველი არის ენის დაბრკოლება, თუმცა ეს არის დროსთან ერთად გადალახვადი და ასევე თუ რამდენად მოვინდომებთ ქართველები, რომ ეს ინფორმაცია ჩავტვირთოთ ხელოვნური ინტელექტის სასწავლო მოდელში და მეორე არის სახელმწიფოს ნება, როგორც წესი, განვითარებად ქვეყნებში არ არიან ხოლმე ესეთი ტექნოლოგიების მომხრე თვითონ სახელმწიფოს სათავეში მყოფი ადამიანები, იმიტომ რომ ესეთ ტექნოლოგიურ განვითარებას
მოაქვს გამჭირვალობა, თანაბარი უფლებები, ასევე არჩევნების ჩატარება, ხო? აქედან გამომდინარე, მე მგონია, რომ ენასთან ერთად გვექნება კომბინაცია სახელმწიფონების, რომ ხელოვნური ინტელექტი არ იყოს, ესე ვთქვათ, დომინანტი წამყვანი ტექნოლოგია ჩვენს ქვეყანაში. თუმცა ვფიქრობ, რომ ამის კონტროლი მოხდება მხოლოდ საჯარო სივრცეში, ძალიან რთული იქნება ამის კონტროლი კერძო სივრცეში, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს თავისუფალი ბაზარი და ბიზნესები თვითონ წყვეტენ, რა ტექნოლოგიები უნდათ რომ შეიტანონ თავის, ესე ვთქვათ, კომპანიებში და რა არა. მაგრამ ვინც საერთაშორისო ბაზარზე ვართ ორიენტირებული, აი დღეები არის დათვლილი, რომ რუტინული საქმე ჩანაცვლდეს AI-ის მიერ. ნაწილი 2. რა პროფესიებს ჩაანაცვლებს AI? ვისაუბრე ზოგადად ახლა წინა ნაწილშიც, მაგრამ აქვე ვიტყვი ჩამონათვალს. ყველაფერი, რაც არის პროგნოზირებადი, რუტინული და დასწავლადი. მონაცემთა შეყვანა, customer support-ის აგენტები, აი რომ რეკავთ რა პრობლემა გაქვთ, ან ჩატში წერთ, ეს ყველაფერი დასწავლადია. მარტივი დიზაინი, გრაფიკის, ინტერიერის, საბაზისო იურიდიული დახმარება, ფინანსური ანალიტიკა, ბუღალტერია, მარკეტინგი, სეილები, რუტინული ანალიზი, ეს ყველაფერი ჩანაცვლებადია, იმიტომ რომ AI არ იღლება, არ ითხოვს ხელფასს, არ აქვს ემოციური პრობლემები, არ გავა შვებულებაში, არ ეზარება და არ აქვს ეგზისტენციალური კრიზისი, რომ რატო უნდა შევიყვანო მონაცემთა ბაზა და დავახარისხო რაღაც. აქედან გამომდინარე, აი ამ კუთხით შეხედეთ თქვენს პოზიციებს, რომ პირველი ტალღა ცვლილებების, მათ შორის საქართველოში, ცვლილებებში გულისხმობ სამსახურიდან განთავისუფლებას, წამოვა ამ მიმართულებით. თუ თქვენ გინდათ, რომ ადაპტირდეთ და შეინარჩუნოთ თქვენი საქმიანობა ან სამსახური, გადადით პროფესიული განვითარების შემდეგ ნაბიჯზე, შემოიტანეთ მერტი ინდივიდუალიზმი, კრეატიულობა, იმუშავეთ თქვენ ეგრეთ წოდებულ soft skill-ებზე, ანუ როგორი კომუნიკაციის უნარები გაქვთ, რამდენად სასიამოვნო არის თქვენთან ურთიერთობა, იმიტომ რომ ეს ადამიანური ფაქტორები იქნება ის, თუ რატო გაუშვებენ 9 სხვა ბუღალტერს და თქვენ არა. ნაწილი 3 ამ ვიდეოსი არის მდიდარი და ღარიბი ადამიანის აზროვნება AI-სთან მიმართებაში და აი ყველა ისეთი ჩემთვის სანდო ექსპერტი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის დარგში მოღვაწეობს, ამბობს, რომ მომავალში და ისინი საუბრობენ 3-10 წლიან, ესე ვთქვათ, დროის ფრაგმენტში, არ იარსებებს დაყოფა მდიდარი ღარიბი და არ იარსებებს დაყოფა განათლებული და გაუნათლებელი. ის სტანდარტული განათლების მოდელი, რომელიც აქამდე ვიცით, აღარ ექნება ის ფასი და წონა, იმიტომ რომ იქნება ჩანაცვლებადი. თუმცა ეს არ ნიშნავს, თუ ჩვენ გვინდა სწავლა, რომ არ უნდა ვისწავლოთ. მოკლედ, მომავლის დაყოფა, სოფლიოსი იქნება ადამიანები, ვინც იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს და ადამიანები, ვინც არ იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს. შესაბამისად, ღარიბი ადამიანების სეგმენტი მოხვდება იქ, სადაც არ იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს და ადამიანები, რომლებიც დაიწყებენ AI-ის გამოყენებას თავის ცხოვრებაში, პროფესიაში, საქმიანობაში, გაყიდვებში, პერსონალური ბრენდის შექმნაში, გაიადვილებენ თავის გზას, შესაბამისად კონკურენტუნარიანები იქნებიან, იმიტომ რომ ყველა ასწრაფებული იქნება, იქიდან გამომდინარე, რომ AI-ს იყენებენ და ისინი მოხვდებიან მდიდარი მოაზროვნე ადამიანების, ესე ვთქვათ, სივრცეში და ასევე გამდიდრდებიან ბევრად უფრო მარტივად, ვიდრე ხელოვნური ინტელექტის გარეშე. ფაქტობრივად ადამიანი, კომპანია და სახელმწიფო, რომელიც არ აყვება იმ ტემპებს, რა ტემპებიც იქნება მსოფლიოში, თუ გინდა ამერიკაში, ჩინეთში, არ ვიცი, ნიდერლანდებში და ასე შემდეგ, ხელოვნურ
ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას ან მიმართებაში ფიზიკურად ვერ გაუწევს ვერავის კონკურენციას და რაც არ უნდა კარგ პროდუქტს ქმნიდეს, იმდენად სწრაფი იქნება სხვისი და იმდენად ხელმისაწვდომ ფასად, რომ უბრალოდ მას არჩევანი აღარ ექნება და ბაზარი ჩაკლაპავს. ამიტომ ღარიბი აზროვნება არის ესეთი, რომ ვაიმე სამსახურს წამართმევს, ეს რაღაცა, არ ვიცი, ეშმაკისეულია, ეს ვინ მოიგონა, დავიღუპებით რაღაცა და დიდარი ადამიანის აზროვნება არის ეს რა მაგარი ტექნოლოგია გამოიგონეს, თუ გინდა სიტყვა მაგარი მოვაშოროთ, რა საინტერესოა, რით შეიძლება დამეხმაროს, როგორ გამიმარტივო ცხოვრება, რა მაგარი შესაძლებლობა არის, რომ ის იდეა, რაც მქონდა, რომლისთვისაც მჭირდებოდა ბუღალტერი, ფინანსისტი, CEO, არ ვიცი, დიზაინერი, იურისტი და ამის ფული არ მქონდა რომ ამეყვანა, $20 ან არ ვიცი, $200 რაც ეღირება, გადავუხდი ხელოვნური ინტელექტის აგენტს და ის იქნება ჩემი მარჯვენა ხელი. ანუ მდიდარი ხედავს ხელოვნურ ინტელექტში შესაძლებლობას და ერთ რაღაცასაც ვიტყვი, რომ ადამიანები, რომლებიც უარს ამბობენ ტექნოლოგიურ, ესე ვთქვათ, ცვლილებაში და განვითარებაში მონაწილეობა მიიღონ და აყვნენ, ისინი, ესე ვთქვათ, ეპოქას ჩამორჩებიან, წაილეკებიან, ვერ გადარჩებიან, შეიძლება ფიზიკურად გადარჩნენ, მაგრამ აღარ იქნებიან იმ საზოგადოების ნაწილი, რომელიც განვითარების შემდეგ ეტაპზე გადავიდა. ნაწილი 4 მომავლის პროფესიები და ყველა შეიძლება ეგონოს, რომ მომავალი არის პროგრამისტების, მაგრამ პროგრამისტების ესე ვთქვათ, პროფესიაც არის და ზოგადად IT პროფესია ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელსაც AI უკვე ძალიან სწრაფად და კარგად და ეფექტურად ანაცვლებს და მომავალშიც გაგრძელდება ესე. მაგრამ ხელოვნური ინტელექტის შემოსვლასთან ერთად არის პროგნოზი, რომ მინახავს პროგნოზი, რომ შემდეგ 10 წელში 1 მილიარდი სამსახური არ იქნება. დღეს ვკითხულობდი, რომ 2030 წლამდე 170 მილიონი ადამიანი დაკარგავს სამსახურს და არავინ არ იცის რეალურად, იმიტომ რომ რა სისწრაფით ვითარდება, მაგას ვერ ვხვდებით. ეხლა მეც გითხარით, შეიძლება საქართველოში ენის სწავლა და დახვეწა განსაკუთრებით სხვადასხვა პროფესიის შეიძლება 3-5 წელი დაჭირდეს, მაგრამ არ ვიცი, შეიძლება ძალიან ბევრი დატა ცენტრი აშენდეს, დახვეწილი ხელოვნური ინტელექტის ჩიპები გამოვიდეს ბაზარზე და ძალიან სწრაფად ისწავლოს და შეიძლება ეს ჩემი სიტყვები იყოს 6 თვე, 3 თვე ან თუნდაც არ ვიცი 12 წელი. აქედან გამომდინარე ფაქტი ის არის, რომ ცვლილება მოხდება, რა ფრაგმენტში მოხდება, ზუსტად არ ვიცით, მაგრამ მაღალ შემოსავლიანი მიმართულებები, რომელიც ეს მიმართულებები დღეს უკვე არსებობს, უბრალოდ უფრო გაიშლება და ამ მიმართულებებში კატეგორიები და პროფესიები გაჩნდება არის AI ოპერატორები, ანუ ადამიანები, ვინც ხელოვნურ ინტელექტში კარგად ერკვევიან, პროგრამებს წერენ, ან აპლიკაციებს აკეთებენ, სისტემებს აკეთებენ, განათლების სისტემას აკეთებენ, ცვლილებებს ახორციელებენ, მაგალითად არჩევნები გადადის AI პლატფორმაზე, ხო? ანუ ეს ადამიანები, AI ოპერატორები და ზოგადად ხელოვნური ინტელექტის დახვეწასა და ზრდასა და ადაპტაციასა და დანერგვაში მოქმედი ადამიანების როლები უკვე არსებობს და არის ძალიან მაღალი ხელფასები. Top IT, ესე ვთქვათ, მოღვაწეების ყველაზე ზედა რანგში არიან ხელფასებით, იმიტომ რომ ცოტანი არიან. მეორე კატეგორია არის პერსონალური ბრენდები და არ ვიცი თუ გინდათ YouTube პერსონალური ბრენდი იყოს, თუ გინდათ Instagram-ი, თუ გინდათ TikTok-ი, არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ეს კიდევ უფრო გაფრინდება, იმიტომ რომ ადამიანს მობეზრდა
სწავლის მიღება, მობეზდა და აღარ უნდა ნდობა აღარ აქვს თეორიული სწავლის, თეორიული რაღაცა ცოდნების მიღების, უნდა პრაქტიკა. მაგალითად, ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე კი აღარ უნდა სწავლა, უკვე უნდა ადამიანისგან მოისმინოს ის თეორიული ცოდნა პრაქტიკაში რომ დანერგა მუშაობს, თუ არ მუშაობს, თუ მუშაობს, როგორ მუშაობს, თუ არ მუშაობს, რა არის ალტერნატივა. აქედან გამომდინარე რა პროფესიაც არ უნდა გქონდეთ, რა ბიზნესიც არ უნდა გქონდეთ. აი, ვერ მეტყვით ერთ პროფესიას, რომელსაც პერსონალური ბრენდი არ დაჭირდება. და მარკეტინგის ექსპერტები გვეუბნებიან, რომ მაქსიმუმ 2 წელი გვაქვს, რომ დავიწყოთ პერსონალური ბრენდის კეთება, იმიტომ რომ მერე ძალიან რთული იქნება, რადგან ხელოვნური ინტელექტის ინფლუენსერები ჩემოდიან ბაზარზე, რომელსაც არ აქვს ლიმიტი, არ იღლება, ვიდეოები გენერირდება, თუმცა ჩვენ ნამდვილ ადამიანებს გვექნება ის, ესე ვთქვათ, კონკურენტ უნარიანობა, რომ ვართ ნამდვილები. აქედან გამომდინარე ის, ესე ვთქვათ, დაბრკოლება, რომ ასეთი კამერა მინდა, ისეთი მიკროფონი მინდა აღარ არსებობს, იყავით ნამდვილი, დამუშავებაზე დიდი დრო არ დახარჯოთ და დაიწყეთ დღეს, პირდაპირ მნიშვნელობით დღეს. დაგეგმა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, როგორი იქნება თქვენი პერსონალური ბრენდი. მესამე არის კონტენტის შემქმნელები ზოგადად, შეიძლება რომ პერსონალური ბრენდი არ გააკეთო, მაგრამ კონტენტის შექმნის სივრცეში იყო. მეოთხე სფერო არის კოუჩები, ფსიქოლოგები და მენტორები, რადგან ადამიანებს ხელოვნური ინტელექტის შემოსვლასთან ერთად უფრო მეტად და მეტად ჩამოშორდებათ რუტინული საქმე, ანუ უფრო მეტი დრო ექნებათ, პლუს ვარაუდი არის, რომ მსოფლიო უფრო მდიდარი იქნება, იმიტომ რომ პროდუქტის მომსახურების ფასი დაიკლებს, რადგან AI იქნება ჩართული და ეს ხელფასის ეკონომიკა მოშორდება. აქედან გამომდინარე, გამდიდრებული ხალხი, დაბლა წამოსული ფასები, მეტი დრო ჩნდება ეგზისტენციალური კრიზისი. რისთვის მოვედი, ვისთვის მოვედი, რატო დავიბადე, სად მივდივარ, რა უნდა გავაკეთო და ყველა ადამიანი, ვინც არის დახმარების პროფესიონალი, რა პროფესიისაც არ უნდა იყოს, მაგ ადამიანების, ესე ვთქვათ, დატვირთვა გაიზრდება, მათზე მოთხოვნა გაიზრდება. დღეს თუ ქართველი ფიქრობს, რომ ფსიქოლოგი და კოუჩი არის ფუფუნების საგანი, ეს ასე აღარ იქნება, იმიტომ რომ მას ექნება ფუფუნება ფულის გადახდის. და ვისთან მივა, იმასთან, ვისაც აქვს ძლიერი პერსონალური ბრენდი. ასევე დასვენების სივრცეები, ოღონდ დასვენების სივრცე კიდევ ერთი 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო მაინც და მაინც არა, უფრო რეტრიტის ტიპის, სადაც შეიძლება მედიტაციები, გაჯანსაღება, ვარჯიში, ჯანსაღი კვება, აი ესეთი სივრცეები განვითარდება. მეხუთე არის სტრატეგები, აი სისტემებზე მოაზროვნე ადამიანები, ვინც ხედავენ დიდ სურათს და ესენი შეიძლება არც იყვნენ თანამშრომლები, არამედ იყვნენ უფრო კონსულტანტები ბიზნესის, სახელმწიფოების, რომ აი ხელოვნურ ინტელექტთან ერთად რაღაცა აი ესეთი კრეატიული, ემოციური ინტელექტით შექმნილი ადამიანის და ხელოვნური ინტელექტის ნაზავი სტრატეგიები, ესე ვთქვათ, დადონ, არ ვიცი, შექმნან. და მეექვსე არის ძალიან მნიშვნელოვანი და მე ვხედავ ამას უკვე მსოფლიოში ამ ტენდენციას, მაგრამ საქართველოში ვფიქრობ, რომ ხალხს ძალიან ჭირდება ეს მიმართულება, მაგრამ ვერ ვხედავ დიდად ამ ტენდენციას. ეს არის community-ის დამფუძნებლები და ლიდერები, ფასილიტატორები. ანუ, რო ვთქვათ, ადამიანთა წრეები, რაღაც საზოგადოებები, წიგნის ირგვლივ, თემის ირგვლივ, პროფესიის ირგვლივ, ჰობის ირგვლივ, ანუ ეს აი community-ის რასაც ეძახიან, რომ თავისუფალი დრო, ეგზისტენციალური კრიზისი, ან თუნდაც კრიზისი არა, ადამიანმა იცის რა არის მისი მოწოდება და ყველა ადამიანის მოწოდება არის სარგებლის მოტანა.
აი ამაზე მე არ ვკამათობ არავისთან არგუმენტებს არ ვიღებ. რა ფორმით, როგორ, სად, რამდენი ეს თვითონ უნდა გადაწყვიტოს, მაგრამ ადამიანი რომ იბადება, იმიტომ იბადება, რომ იყოს სასარგებლო თავის გარდა კიდევ ერთი ადამიანისთვის მაინც, კიდევ ერთი ძაღლისთვის მაინც, კიდევ ერთი ხისთვის მაინც, ვის რა ინტერესი აქვს. აქედან გამომდინარე, ადამიანები ბევრად დიდ ყურადღებას მიაქცევენ თავიანთი ღირებულებების და ინტერესების ირგვლივ გაერთიანებას. ეხლა თუ სტანდარტული ქართველის ძირითადი წყარო მეგობრების არის სამსახური ინსტიტუტი, სკოლა, არ ვიცი, ნათესავები, ეს დარჩება ისევ, მაგრამ ასევე გაძლიერდება სურვილი, რომ მე რომ მღერის, სხვაც რომ მღერის, მოდი ერთად ვიმღეროთ და მოდი საერთოდ რა ინტერესები აქვთ ამ ადამიანებს და როგორები არიან. აქედან გამომდინარე, ვისაც რა ჰობი გაქვთ, ინტერესი გაქვთ, ხელსაქმე გაქვთ, გსოვთ, გააზიარეთ ეს ონლაინ, შემოიკრიბეთ თქვენ გარშემო community, პირველ რიგში სასარგებლო საქმეს გააკეთებთ და თან ეს თქვენთვის იქნება კომერციულად მომგებიანი. სულ რო თქვენ უფასოდ გააკეთოთ რაღაც, წარმოიდგინეთ, რომ ამდენ სიკეთეს რო გააკეთებთ და ადამიანს სარგებელს აძლევთ უფასოდ, რამდენი შესაძლებლობა გაჩნდება თქვენ ირგვლივ. და არ უნდა დავივიწყეთ, რომ ადამიანის თავდაპირველი მოთხოვნილება არის სოციალიზაცია და ჩვენ იმიტომ გადავრჩით, სხვა შორის ჩემი მეგობარი სოფიც მეუბნებოდა ამას და ეხლა გამახსენდა, რომ სულ ცხოვრობდით ჯგუფებად და სულ გვინდა, რომ მეტი ვიყოთ. რატოდ კი ვარ ქართველს, რომ ამდენი ქართველი მიდის ემიგრაციაში? კი, იმიტომ, რომ ქართველები მიდიან, მაგრამ თან იმიტომ, რომ სადღაც ვიცით, რომ რაც უფრო ბევრი ვიქნებით, უფრო ძლიერები ვიქნებით, ანუ გადავრჩებით. ნაწილი 5. როგორ გავხდეთ ხელოვნური ინტელექტით მდიდარი? არ გჭირდება პროგრამირება, არ არის რთული, არც ტექნიკური განათლება არ გჭირდება. შენ თუ ეხლა უყურებ ამ ვიდეოს, ანუ გაქვს ხელსაწყო, ან ტელეფონი, ან ლეპტოპი, ან ტელევიზორი, ან კომპიუტერი, საიდანაც შედიხარ YouTube-ზე. ნებისმიერი ხელსაწყო, საიდანაც შედიხარ YouTube-ზე, ასევე შეგიყვანს მაგალითად ChatGPT-ში. მე სიმართლეს ვიტყვი, რომ ამ ეტაპზე ChatGPT-ს და მის მიმდებარე ხელოვნური ინტელექტის პლატფორმებს ვიყენებ და მეკომფორტულება და მყოფნის. აქედან გამომდინარე იმის გამართლება, რომ არ ვიცი, არ რაღაცა სპეციალური მჭირდება არ არის, როგორც YouTube-ი არის ტელეფონში ჩამოწერილი, ან რა ქვია, კომპიუტერში გახსნილი, ეგრე შეგიძლიათ, რომ ChatGPT-ში შეხვიდეთ. პლუს არ ჭირდება წერა, შეგიძლიათ ხმოვანი გაუგზავნოთ, შეგიძლიათ სურათი გაუგზავნოთ, რაც გაინტერესებთ და ნელ-ნელა დაიწყებთ მასთან მუშაობას. ასევე შეგიძლიათ მოუყვეთ თქვენი პროფესიის შესახებ, ან გამოწვევების შესახებ, ან პირდაპირ კითხო, მინდა ამის გაკეთება, რაში შეგიძლია შენ დახმარება. და ყველა ესე ვთქვათ, საქმეზე ან პროფესიაზე თვითონ მოგცემთ ინფორმაციას და ინსტრუქციას, როგორ შეიძლება გამოიყენოთ. ანუ ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, რომ ტექნოლოგიურმა, ესე ვთქვათ, პლატფორმამ თვითონ გასწავლოს თავის თავი. მაგალითად, Photoshop-ი თუ გჭირდება, ან არ ვიცი, რაღაცის კიდე სხვა პროგრამა editing-ის, უნდა წახვიდე YouTube-ზე ჩაწერო, ისწავლო, ანუ კურსი აიღო, ვიღაცასთან მიხვიდე. ეს არის უნიკალური. შედიხარ და თვითონ გასწავლის და სხვათა შორის გავაკეთე ჩემი coaching-ის მეთოდის, ესე ვთქვათ, აპლიკაცია არ არის, ჯერ GPT არის, ანუ ხელოვნური ინტელექტია, რომელსაც ავუწვირთე სტილი, კითხვები, გამოწვევები, ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ის კონკრეტულად შეძლებს, რომ დაგაქოუჩოთ თქვენი პროფესიიდან გამომდინარე, ან გეგმებიდან გამომდინარე, როგორ შეიძლება უფრო მარტივად გამოიმუშაოთ ფული და მეტი და შექმნათ ალტერნატიული შემოსავლის წყაროები, ვისაც გაინტერესებთ Reverse Mondays, ანუ LNS ეს coaching-ის მეთოდი, როგორ გარდასახოთ თქვენი პროფესია ან საქმიანობა ისე, რომ მეტი შემოსავალი გქონდეთ,
დაწერეთ კომენტარებში კვანტური ნახტომი და გამოგიგზავნით ChatGPT-ის კონკრეტულ ბმულს. ყველა პროფესიაზე ვერ მოვყვები რითი შეიძლება ხელოვნური ინტელექტი დაგეხმაროთ, იმიტომ რომ ინდივიდუალურია, ზოგში უფრო კარგად ერკვევა, ზოგში ნაკლებად კარგად ერკვევა, მაგრამ მე რისიც მჯერა და არა მარტო მე, ჩემზე გამოცდილ და წარმატებულ ადამიანებს და ამ სფეროში ექსპერტებს არის ის, რომ ყველას უნდა გქონდეს პერსონალური ბრენდი და მე ვარ ადამიანი, რომელსაც 2012 წელს რომ მქონდა Facebook-ი და გააუქმა, არც ერთი სოციალური პლატფორმა არ ქონია მას შემდეგ და იმიტომ რომ დავიჯერე პერსონალური ბრენდის საჭიროება და დავინახე, დავიწყე Instagram-ით, YouTube-ით, TikTok-ით, არ ვიცი კიდე რამე თუ შემოვა, იმასაც განვიხილავ, იმიტომ რომ სხვანაირად შეუძლებელია და პერსონალური ბრენდის აშენება ყველაზე მარტივად შეგიძლიათ ხელოვნურ ინტელექტთან ერთად, იმიტომ რომ საწყის ეტაპზე შეიძლება ვერ აიყვანოთ სოციმედია მენეჯერი, ვინც კონტენტს გაგიწერთ, სტრატეგიას გაგიკეთებთ, დიზაინს შეგიქმნით, ფერებს შეგირჩევთ, შეიძლება კი არა და ალბათ ვერ აიყვან და რომც გქონდეთ საშუალება, არ უნდა გააკეთოთ, იმიტომ რომ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ეს ხდება ძალიან ხელმისაწვდომად. მე ChatGPT-ში ყოველთვე ვიხდი $20 და შეიძლება $20-იანი subscription-ით არ იყოს გააჩნია განვითარების რა ეტაპზე ხართ. აქედან გამომდინარე, როგორ გავხდეთ მდიდარი ხელოვნური ინტელექტი, ჩემთვის არის ის, რომ გამოვიყენოთ პერსონალური ბრენდის შექმნაში და ზოგადად მომავალი ესე წარმოუდგენიათ იმათ, ვინც შემსავით პოზიტიურად ფიქრობენ ხელოვნურ ინტელექტზე. არის ადამიანი, რომელსაც აქვს იდეა, ამ იდეის რეალიზება გადაწყვიტა და მან ხელოვნური ინტელექტი აქცია ყველა იმ პროფესიად და ადამიანად, რაც კი დაჭირდებოდა მას, რომ რეალიზება გაეკეთებინა ამ იდეის და ამას ქვია ერთი ადამიანის ბიზნესი. და დღეს უკვე ეძახიან ერთი ადამიანის ბიზნესი, რომელიც არის მილიარდელი, იმიტომ რომ უკვე არსებობს кейსები ადამიანების, რომლების კომპანიებმაც $1 მილიარდიან ბრუნვას მიაღწია და აცდა მხოლოდ ხელოვნური ინტელექტის აგენტების გამოყენებით. შეიძლება ვიღაცას არ უნდა რომ 1 მილიარდი ქონდეს, შეიძლება ნაკლები უნდა, ამას არ აქვს მნიშვნელობა, უბრალოდ ეს ყველაფერი ჩვენ ძალიან გვიადვილებს, რომ ჩვენი იდეები მატერიალიზდეს და მე ვფიქრობ, რომ იდეალური შესაძლებლობაა ქართველებისთვის, რომ განავითარონ, ესე ვთქვათ, თავისი უნარები, უფრო სწრაფად იმუშაონ, იყვნენ პროდუქტიულები, აღარ იმუშაონ სხვების მიზნებისთვის და საშინელ პირობებში და ტოქსიკურ კომპანიებში, არამედ პარალელურად, მე არ ვამბობ, რომ დღესვე გადადით და დახურეთ კარებები, არამედ პარალელურად დაიწყონ თავის საქმის შენება, სწავლა, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით და დაალაგონ ცხოვრება ისე, რომ იყოს ფინანსური სტაბილურობა, სიმშვიდე და ბედნიერება მათ ცხოვრებაში. გამოიწერეთ ჩემი არხი. ძალიან დიდი მადლობა, ვინც ნახეთ ეს ეპიზოდი. შეიძლება პირდაპირ კავშირში არ არის მდიდარი ღარიბი აი ამ თემასთან ერთი შეხედვით, მაგრამ ჩემი აზრით არის კავშირში და არ შემეძლო რომ არ გამეზიარებინა, იმიტომ რომ ყველაფერს მე დღეს რასაც ვაკეთებ, ხელოვნური ინტელექტი მყავს ჩართული, მეხმარება, მეც ვაწვდი მაქსიმალურად ინფორმაციას და რაღაცნაირად აი ერთიანად ვქმნით ამ პროდუქტს და მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომელიც მალევე უნდა გაიგონ ქართველებმა, რომ არსებობს, იმიტომ რომ არ დაგვაგვიანდეს, როგორც მაგალითად შეიძლება კრიპტოვალუტაზე, ხო, რომელიც როდესაც ღირდა $1 და ბიტკოინი მაქვს მაგალითად და დღეს ღირს რაღაცა 80,000 პირობითად. აქედან გამომდინარე, ეს არის ჩვენი შემდეგი ბიტკოინი, ეს არის ჩვენი ინტერნეტის ბუმი და გამოვიყენოთ. თან არ გვჭირდება რაღაცა სუპერ კომპიუტერი, არ აქვს ხარჯი და თუ ფიქრობთ, რომ ეს შეიძლება იყოს
საზიანო სამყაროსთვის მაინც საზიანო იქნება და თუ თქვენ კეთილი საქმისთვის გამოიყენებთ, პირიქით, ხელოვნური ინტელექტი დაიჯერებს, რომ ამ მშვენიერ დედამიწაზე ერთით მეტი კეთილი ადამიანი დადის. წარმატებები!